დასრულდა ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა თბილისის ღია ტურნირი ჩოგბურთში ვაკის თასი 2015. ჩემპიონატის ფარგლებში 70-მდე მოყვარული და ვეტერანი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ ლატვიის, ისრაელის, თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებიც. ტურნირში გამარჯვებულებს სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები და საპრიზო მედლები გადაეცათ. ფინალურ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერაციისა და ვაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაკის გამგეობის ხარდაჭერით ჩატარდა ჩოგბურთის ჩემპიონატი ვაკის თასი 2015, სადაც მიიღო 70-მდე მოთამაშე მონაწილეობა, ასევე ჩართული იყო უცხოეთიდან სტუმრები. 70-ზე მეტმა მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი პოპულარიზაციისთვის ჩოგბურთისთვის. მოგესალმებათ, ახალი ბაზა გვაქვს თბილისში. და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ტურნირები ჩატარდება და უფრო მეტი მონაწილე იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ეს ტურნირების ჩატარებას, ეს ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას, სპორტულ ცხოვრებას, ზოგადად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. თუ ესეთი ტურნირები ძალიან ხშირად ჩატარდება, მე მისასალმებელია ძალიან.